საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურა ხიზანიშვილი თბილისის დინამოში ითამაშებს. ვეტერანმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი იანვრამდე გააფორმა. ხიზანიშვილის ბოლო კლუბი თურქული ქაისერისპორი იყო. ხიზანიშვილი პირველ მატჩს დინამოს შემადგენლობაში სავარაუდოდ 26 სექტემბერს გამართავს. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურა ხიზანიშვილი თბილისის დინამოს შემადგენლობაში ითამაშებს. ფეხბურთელმა საქართველოს ჩემპიონ კლუბთან კონტრაქტი იანვრამდე გააფორმა. ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას 13 წლის განმავლობაში იცავდა, შეეცდება თბილისის დინამოს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ორივე მხრიდან იყო ეს შეთანხმება, ორივე მხრიდან იყო წარმოშობილი ეს ნაბიჯი და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ იანვრამდე იქნება ეს მაისამდე თუ არა აქვს მნიშვნელობა ერთი დღე იქნება თუ ერთი წელი იმ დინამოს ფორმას მოვიგებ და რაღაცა ჩემ სახეს იმ დინამოს ისტორიაში ჩაეწერება. ზურა ხიზანიშვილის საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობს თბილისის დინამოს გენერალური დირექტორი. ლევან ზუხბაია ფიქრობს, რომ ნაკრების ყოფილი კაპიტნის დინამოში დაბრუნება ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე დადებითად აისახება. თავად ფეხბურთელი კი ყველა დამწყები მოთამაშისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება. მოგეხსენებათ, რომ გუნდი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა და ამ პროცესში მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ისეთი ადამიანი, როგორც არის ზურა ხიზანიშვილი, რომელსაც მართლა ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, რომელიც მოედანზე და მის ფარგლებს გარეთაც მისაბაძი მაგალითი არის დამწყები სპორტსმენებისათვის, ასეთი ადამიანის გულში, გუნდში მოყვანა და მოხვედრა მნიშვნელოვნად გააძლიერებს და წინ წაადგება იმ საქმეს, რომელსაც ახალი გუნდის მშენებლობა ჰქვია. ზურა ხიზანიშვილმა საფეხბურთო კარიერა 18 წლის ასაკში თბილისის დინამოში დაიწყო. შემდეგ ბრიტანულ კლუბებში თამაშობდა, მათ შორის დანდიში, რეინჯერსსა და ბლეკბერნში. დინამოში გადმოსვლამდე კი თურქული ქაისერისპორის მცველი gახდათ. Hatıra fotoğrafı çektirdiler. რა ნომრით ითამაშებს ზურა ხიზანიშვილი თბილისის დინამოში ჯერჯერობით უცნობია. პირველი მატჩი კი მისი მონაწილეობით სავარაუდოდ 26 სექტემბერს გორის დილასთან გაიმართება. Zurab galiba o.